ჩვენი პირველი აფთიაქი, ანუ რეალურად ავერსის ისტორია ამ ადგილიდან იწყება, ამ აფთიაქიდან და რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს პირადად მე ეს ადგილი და ეს აფთიაქი. პატარა აფთიაქით დაწყებული ბიზნესი დღეს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა. პირველი ბიზნეს ნაბიჯის დროს კი პაატა კურტანიძე დირექტორიც, ბუღალტერიც და გამყიდველიც თავად იყო. პირველი ნაბიჯები ბიზნესში იყო სტუდენტობის დროს, როდესაც გავდიოდით ქირურგიას ბოლო კურსზე. მოიხსენებათ 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დასვლის მერე ყველაფრის დეფიციტი იყო, მათ შორის მედიკამენტების შესახვევი მასალების, ამიტომ საოპერაციოში სადაც ვიდექი როგორც ასისტენტი, არ იყო შესახვევი მასალები, არ იყო მედიკამენტები და მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ ჩაუმეტანა მოსკოვიდან, კიევიდან ეს საშუალებები და როდესაც მთავარ ექიმს იმ კლინიკის შევთავაზე, რომ შემეძლო ჩაუმეტანა მედიკამენტები და შესახვევი მასალები, მითხრა რომ კლინიკას არც ფული ქონდა ამისთვის, არც გამოცდილება როგორ უნდა გაეკეთებინა ეს და შეუმთავაზა რომ გამოყოფდა ფარც კლინიკაში, სადაც გაიხსნებოდა აფთიაქი და ხალხი აღარ იწვალებდა სხვაგან ეძებნა მედიკამენტები და იქვე შეიძენდნენ. ამიტომ პირველი აფთიაქი გავხსენე ასეთი სახით, რომელშიც ჰქონდა სულ 16 ხელების მედიკამენტი. პირველი პარტია რაც ჩამოვიტანე იყო დაახლოებით $350, რომელიც განვადებით მომცეს ჩემო ნაცნობებმა, იმიტომ რომ მაგის ფული არ მქონდა მაშინ. 3 დღეში გაიყიდა ყველაფერი, მე ისევ წავედი უკვე გამომატანეს $1000 განვადებით, ისიც რამდენიმე დღეში გაიყიდა, შემდეგ 3000-ის, 5000-ის და ესე თან-თან ასეთ გაიზარდა მუშაობა. როდესაც დამჭირდა ჩამოტანა მედიკამენტების იქ დავრეკე, გავარკვიე ფასები რაღაცა, აღმოჩნდა რომ ფირმა უნდა მქონოდა. ნუ წავედი ფირმის გასახსნელად, მითხრეს რა სახით სარქმეო. და აი 2 წუთში რაც გამახსენდა, ვიფიქრე, უცებ გამახსენდა ეს სიტყვა ავერსი. და მომეწონა ავერსში მომწონს ის რომ ერთი სპირალური წინსვლა, სპირალური მაღლასვლა უფრო კარგია ვიდრე პირდაპირ აღმასვლა, იმიტომ რომ უფრო მყარია, ასე ვთქვათ, და მეორე ადამიანის მთელი ორგანიზმი ყველაფერი დაფუძნებულია დნმ-ის მოლეკულაზე, რომელიც არის სპირალური. ასე რომ ამ ორი შინაარსით სახელი ძალიან მომწონს, თუმცა ვაღიარებ, რომ მე რომ მაშინ ოდნავ მაინც წარმომიდგინა, რომ ავერსი ამხელა ფირმა გახდებოდა და წლების მერე იქ 8000 კაცი მუშაობდა და ქვეყანაში ყველას ეწოდინებოდა ეს კომპანია, ნამდვილად ქართულ სახელს დავარქმევდი, ქართულ სიტყვას, ამიტომ ერთის მხრივ ავერსი ძალიან მომწონს, მაგრამ ცოტა გული მწყდება, რომ არა ქართული სიტყვა, იმიტომ რომ მე ქართული ენა ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ყველაფერს, რა ასე ვთქვათ, იგივე აი ჩვენ კოლოფებზე მაგალითად ჩვენ რომ ინგლისურად და რუსულად დავაწეროთ ჩვენ წარმოებულ მედიკამენტებზე, შეიძლება უფრო მეტი გაიყიდოს, იმიტომ რომ სამწუხაროდ არის საქართველოში მომხმარებლების ესეთი კატეგორია, რომელიც თulis რომ ქართული რაც არის, ეს წამალი იქნება კვების პროდუქტი თუ ნებისმიერი სხვა რამე, ის უხარისხო ან ნაკლებ ხარისხიანია ვიდრე ევროპული და ასე შემდეგ. ეს რაოდენობა ხალხის თანდათან მცირდება ყოველ წელს, მაგრამ მაინც არის ესეთი რაოდენობა. ამიტომ ჩემთვის უთქვია თანამშრომლებს, რომ აი ხომ არ გამოუშვათ მარტო რუსულ, ინგლისური წარწერით, მაგრამ იმდენად ვამოყობ ქართული ენის ასე ვთქვათ ორიგინალურობით, რომ გამორიცხულია, რომ მე ჩემ წარმოებულ მედიკამენტს ქართულად არ დავაწერო, პირიქით ჩვენ სომხეთში, ყირგიზეთში ვყიდით და იქაც ქართულად აწერია.
უამრავი სირთულის მიუხედავად, ავერსი სტაბილური განვითარების გზით მალევე იქცა წარმატებულ ფარმაცევტულ კომპანიად და ბაზარზე წამყვანი ადგილიც დაიკავა. მთავარი მიზანი კი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მისთვის მსოფლიო სტანდარტის მედიკამენტების მიწოდება გახდა. დღეს ავერსი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიაა. მისი სააფთიაქო ქსელი 220 ფილიალს ითვლის. ავერსის სააფთიაქო ქსელი ამჟამად ქართულ სააფთიაქო ბაზარზე მოქმედ ქსელებს შორის არის ყველაზე უფრო ასაკოვანი, ასეთი შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე უფრო ადრე შეიქმნა და გამომდინარე აქედან შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვიყავით რაღაც პიონერები ამ დარგში, როდესაც შენ ხარ გზის გამკვალავი, რთულია და რაღაცები, ბევრი რაღაცა იყო ის ჩვენს მიერ მოფიქრებული, როგორ გაგვეკეთებინა, რაც მე უკვე რაღაც სისტემად ჩამოყალიბდა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო პერიოდში უკვე სხვა სააფთიაქო ქსელებმა ჩვენი გამოცდილება, რა თქმა უნდა, გამოიყენეს და განავრცეს. დიდია კონკურენცია და იმისათვის, რომ ამ კონკურენციის პირობებში იყო საუკეთესო და გამორჩეული მომხმარებლისათვის, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ესეთი მოთხოვნა უნდა დააყენოს შენი ქსელის წინაშე და რა თქმა უნდა ეს მოთხოვნები ყველაფერი უნდა შესრულდეს. კომპანია მომხმარებლის ნდობას მომსახურების მაღალი დონით, დაბალანსებული ფასებით და ხარისხიანი პროდუქტით ხსნის. ავერს საქართველოში მედიკამენტები მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან პარტნიორობით პირდაპირი კონტაქტებით შემოაქვს. მას მსოფლიოს 35 ქვეყნის 80-მდე მომწოდებელი ფირმა ამარაგებს. მისი პარტნიორები მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები არიან. ჩვენ ამიერკავკასიაშიც, უკრაინაშიც საკმაოდ კარგად ვიცნობენ, ასე ვთქვათ და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თანამშრომლობთ, რა თქმა უნდა. მსოფლიოს დაახლოებით 35 ქვეყანაში მოგვაქვს მედიკამენტები და იმ ფარმაცევტულ წრეებში ავერს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იცნობენ, შეიძლება ითქვას. რამოდენიმე ასეული პარტნიორი ყავს და ავერს ერთ-ერთი წარმატების მიზეზი არის ფინანსური წესრიგი, რომ ჩვენ არასდროს არ ვაგვიანებთ გადახდებს და ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაზეც ვართ შეთანხმებული ხელშეკრულებით სიტყვიერად ყველა ეს პირობა შესრულდეს ემიწევნით. ავერსი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია თბილისის ყველა უბანში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ყველა ქალაქშიც. ავერსის სააფთიაქო ქსელში დღეს თაროებზე საქართველოში დარეგისტრირებული ყველა მედიკამენტია. კვალიფიციური კონსულტაციის მიღებაც ყოველგვარი პრეპარატის შესახებ უპრობლემოდ შეიძლება. წამლის ხარისხიან შენახვას აქ შესაბამისი ტემპერატურა და სისუფთავე, უჩვეულო წესრიგს კი მომსახურე პერსონალი განაპირობებს. მომხმარებელს ავერსის აფთიაქებში ღიმილით ხვდებიან და მედიკამენტებთან ერთად განკურნების იმედსაც ატანენ. საკადრო მართვა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მედიკამენტის ხარისხიანობასთან ერთად ფარმაცევტის მუშაობის ხარისხსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. მათ პროფესიულ ზრდას ხელს ფირმაში არსებული სწავლების უწყვეტი პროცესი უწყობს. ყოველკვირეული სემინარები, ტრეინინგები და ტესტირებები. ფირმა ცდილობს, რომ მუდმივად ასწავლოს ფარმაცევტებს და გარდა ამისა ცდილობს, რომ ფარმაცევტებშიც იყოს ეს სათანადო мотиваცია და ყველაფერი ამის მიზანი არის ერთადერთი, რომ იყოს კვალიფიციური მომსახურება, იყოს კომპეტენტური მომსახურება, იყოს მომხმარებელი კმაყოფილი ფარმაცევტების ცოდნით, მათი რჩევა დარიგებით და პროფესიული დონით და გარდა ამისა ჩვენ ვთვლით, რომ ფარმაცევტისთვის ისევე როგორც ეს სიზუსტე აფთიაქში მუშაობის დროს ასევე აუცილებელი კომპონენტი არის მისი მუშაობის, ეს არის გულისხმიერება. ჩვენი პრიორიტეტი და ჩვენი მიზანი არის კმაყოფილი მომხმარებელი, ლოიალური მომხმარებელი.
მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და დაბალი ფასები ავერსმა წარმატებული პროექტის ფარმაცევტული საწარმოს დახმარებით შეძლო. საწარმო ორი მიზნით გაკეთდა: იაფთან ერთად ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად და ფალსიფიკაციისგან დასაცავად. ავერსი რაციონალმა პირველი მედიკამენტი 2005 წელს გამოუშვა. დღეს კი უკვე 118 დასახელების მედიკამენტის წარმოება შეუძლია. გრანდიოზული პროექტის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და მთლიანად ევროპული გამოცდილებით განხორციელდა. ყველაფერი მსოფლიოში აღიარებული GMP სტანდარტით გაკეთდა. საწარმო ამერიკული, იაპონური, ინგლისური, გერმანული და იტალიური წარმოების დანადგარებით დაიტვირთა. ჩემთვის წარმოების გახსნის მიზანი თავიდანვე იყო, ან უნდა გაგვიკეთებინა უმაღლესი დონის საწარმო, ან საერთოდ უნდა გამეკეთებინა. იმიტომ რომ აზრი არ ქონდა საშუალო დონის საწარმოს. სხვათა შორის ძალიან ბევრი ვიფიქრე, აი 2-3 თვე როგორი აპარატურა მეყიდა. ერთ ღამეს ჩემთვის აღმოაჩინე, რომ ღმერთის წყალობით თავიდან პირველი მანქანა რო ვიყიდე ბიზნესში, ეს იყო 18 წლის ნახმარი ჟიგული, მერე ვიყიდე 3 წლის ასევე ნახმარი ჟიგული და მერე ვიყიდე ახალი მანქანა და იმის მერე ვყიდულობ ყოველთვის ახალ მანქანას და თუ მე ჩემი პირადი სიამოვნებისთვის ვყიდულობ ახალ მანქანას და არ ვყიდულობ ნახმარს, რომელიც უფრო იაფი დამჯდებოდა, როგორ შეიძლება წამლის გამოსაშვებად ვიყიდო ნახმარი იაფასიანი და ამაზე გავაკეთო ეკონომია. და იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ რასაც ვიყიდით, ყველაფერს ვიყიდით ბოლო მოდელს, საუკეთესოს, რაც არ უნდა ძვირი ყოფილიყო და საბედნიეროდ ნამდვილად გაამართლა ამ ტაქტიკამ, ვინაიდან ჩვენი წარმოება თუ წარმატებულია დღეს პირველ რიგში, იმიტომ რომ გვაქვს ყველაზე საუკეთესო აპარატურა, ასევე კლინიკაც თუ წარმატებულია, იმიტომ რომ გვაქვს ყველაზე ბოლო მოდელი, ყველაზე საუკეთესო სამედიცინო დანადგარები და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება აბსოლუტურად. ძალიან სათუთი და ფაქიზი საკითხი იყო ხარისხი. თავიდანვე განიხილა იმის შესაძლებლობა, რამდენად შევძლებდით შეგვექმნა ისეთი ფარმაცევტული წარმოება, რომ ღირებულება მოხმარებლისთვის შემცირებულიყო, ხარისხი მინიმუმ დარჩენილიყო იგივე. იმპორტირებულ მედიკამენტებთან შედარებით, რომლებიც იყიდებოდა და დღესაც იყიდება საქართველოში. რაღაც გარკვეული შესწავლის შემდეგ ამასაც რო დაჭირდა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრაქტიკულად ნათელი გახდა და შესაძლებელი რომ შეიძლება ამ ხარისხის მიღწევა საქართველოშიც თავიდანვე აქცენტი აღებული იყო, ყოფილიყო ევროპული და ეს ფარმაცევტული ქარხანა შექმნილიყო ევროპული და ამერიკული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. თქმა უნდა, ეს პროექტიც, ეს კომპანია, ვინც პროექტი შეადგინა, იყვნენ ექსპერტები ფარმაცევტული წარმოების საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებში. და ყველაფერი ყველა წვრილმანი თვით საღებავიც კი, რომელიც კედელია შეღებილი, იატაკი გაკეთებული, ყველაფერი არის იმ სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით. საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სერტიფიკატები უბრალოდ სარეკლამო ატრიბუტი არ არის. ხელმისაწვდომი უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტის მისაღებად საწარმოში ბევრს მუშაობენ. ნედლეულის ზუსტი ქიმიური ანალიზის საშუალებას შიდა ლაბორატორია იძლევა. საწარმოს გარეთ შემოწმებული პროდუქცია მხოლოდ ხარისხის დამტკიცების შემთხვევაში გადის. ფარმაცევტული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სამ ძირითად მოთხოვნას. ანუ უნდა იყოს ხარისხიანი, ეფექტური და უსაფრთხო.
ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ავერსი რაციონალში დანერგილია საკმაოდ დახვეწილი ხარისხის მართვის სისტემა. ყველა ნედლეული მოდის მხოლოდ დამტკიცებული მომწოდებლისაგან. ყველა შემოსული ნედლეულის ყველა სერია გადის შემავალ კონტროლს, ანუ ნედლეულის დამტკიცების შემდეგ უკვე პროდუქტი გადადის წარმოებაში, გადის შიდა საწარმოო პროცესის კონტროლს, სადაც კვლავ მოწდება რამოდენიმე პარამეტრი, რომელიც აუცილებელია პრეპარატის ხარისხისათვის. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყვეთ, რომ ბაზარზე მოხვდება მხოლოდ ხარისხიანი, ეფექტური და უსაფრთხო პროდუქტი. ყველანაირად შევეცადეთ გერმანელი ინჟინერებით დაწყებული პროექტირება, შემდეგ აღჭურვა, რომ ჩვენ მიგვიღო ყველა ის სერტიფიკატი, რაც შეიძლება გქონდეს წარმოებას, ესეთი მსოფლიოში შეიძლება იყოს ISO სერტიფიკატი, რომელიც ჩვენ დიდი ხანია ავიღეთ, შემდეგ ევროპაში არის გავრცელებული Good Manufacturing Practice, ანუ GMP სტანდარტი და ამერიკაში Food and Drug Administration, ანუ FDA სტანდარტი და იშვიათია წარმოება მსოფლიოში, რომ ორივე სტანდარტი გქონდეს, ორივე სერტიფიკატი და ჩვენ ესეც მიზნად დავისახეთ და ჩვენ ვფლობთ როგორც ევროპულ, ისე ამერიკულ სერტიფიკატს. შენობაში შემავალი ატმოსფერული ჰაერის ფილტრაციას კლინიკის აშენებისთანავე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. ავერსი რაციონალში სამი ზონაა: საწარმოო და კონტროლირებადი, რომელიც შესაფუთ განყოფილებებს და საწყობებს აერთიანებს. პირველში, სადაც წარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურები მიმდინარეობს, ჰაერი 24 საათის განმავლობაში საათში 20 ჯერ იცვლება. შესაფუთ განყოფილებებში საათში 2 ჯერ, საწყობში კი ჰაერი სულა 5 ჯერ ხდება. ჰაერი საწარმოო ზონაში შეღწევამდე გერმანული ავტომატური სავენტილაციო მოწყობილობით იწმინდება. იფილტრება საწარმოდან გამოსული ჰაერიც, რაც ატმოსფეროს დაბინძურებისგან იცავს. ეს ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებით მსოფლიო გამოცდილებით ხდება. ავერსი რაციონალში მომუშავე ყველა ადამიანსაც ამ სტანდარტების მიხედვით განსაკუთრებული წესების დაცვა უწევს. მათ შორის შესვლისას და სისუფთავის ზონების გავლისას. მათი სამუშაო ფუნქციები 60-ითაც განსხვავებულია. წელში წლის ბოლოს ნოემბერში მივიღეთ პირველი ნაკადი წარმოების თანამშრომლების დაახლოებით 3-4 თვე მიმდინარეობდა ამ პირველი ნაკადის მომზადება მუშაობისათვის. პირველი 3 კვირა დაგვჭირდა შესვლის და იქ ქცევის წესები გვესწავლებინა თანამშრომლებისთვის. ეს არ არის ქცევის წესები, რაც საზოგადოებაში შეიძლება ძალიან კარგი გქონდეს ადამიანს, მაგრამ სპეციფიკური მოთხოვნებია, ის უნდა იცოდეს. სრულიად განსხვავებულია თვით დასუფთავების წესიც, მაგიდის გადაწყვეტის წესიც არის აბსოლუტურად დამორჩილებული საერთაშორისო სტანდარტებს. ნუ ამას ყველაფერს ძალიან ისეთი სრულმანი არ არსებობს, ყველაფერს უნდა დეტალური მიდგომა. ჩვენი იდეა იყო და რომელმაც გაამართლა, რომ ტანსაცმელები სხვადასხვა ზონებში მომუშავე თანამშრომლებს ჰქონდათ სხვადასხვა ფერის. და ასევე სხვა ფერის ტანსაცმელი ჰქონდა მაკონტროლებელ, ისე ვთქვათ, სამსახურს. მწვანე ფერი აქვს შესაფუთ განყოფილებაში, თეთრი ფერი აქვს ყველაზე მაღალი სისუფთავის ზონაში, ლურჯი ფერი საწყობში. წითელი ფერის ტანსაცმელი აცვიათ ხარისხის კონტროლის და უზრუნველყოფის თანამშრომლებს. ასევე განსხვავებული არის დოკუმენტებიც, თვითონ ნაბეჭდი ფორმებიც. თავისი ტანსაცმლის შესაფერისი დოკუმენტი აქვს ყველა განყოფილებას.
ვითარდებით ახლა როგორც თანამშრომლების რაოდენობა იზრდება, ასევე იზრდება განადგურების რაოდენობაც, იხვეწება და უფრო ავტომატური ხდება პროცესები. დღეისათვის არის უკვე 166 თანამშრომელი, მხოლოდ ავერსი რაციონალში. კიდევ ვაპირებთ გაფართოებას და ნახოთ კიდევ გაიზრდება. ავერსი რაციონალში ხანგრძლივი პროცესის გავლის შემდეგ მზა პროდუქცია დღის სინათლეს საწყობში მოხვედრიდან ძალიან მალე ნახულობს. მაშინ, როცა დისტრიბუციისთვის განკუთვნილი მანქანები საწარმოს შესასვლელთან რიგში დგებიან. ყოველდღე მთელი საქართველოს მასშტაბით ავერსი რაციონალიდან ცნობილი ბრენდის აბრევიატურით 1005 მედიკამენტი გადის. მოლოდინში აფთიაქის რიგში უკვე ადამიანები დგებიან, თუმცა უფრო დიდი რიგი ავერსის კლინიკებშია. კლინიკის დათვალიერება, პერსონალთან შეხვედრა და პაციენტებისთვის კეთილი სურვილები. პაატა კურტანიძის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სამუშაო ადგილი ავერსის კლინიკაა. ოცნება, რომელიც რამდენიმე წლის წინ აუსრულდა. მე როგორც განათლებით ექიმს ყოველთვის მინდოდა რომ კლინიკა გამიკეთებინა. ამიტომ შევიძინეთ აუქციონზე ეს შენობა, ტერიტორია და გავაკეთეთ სრული რემონტი, თავიდან აშენდა ფაქტიურად. აღჭურვეთ საუკეთესო აპარატურით და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სამედიცინო აპარატურაზე, ფარმაცევტულ დანადგარებზე ეკონომიას აზრი არ აქვს. ჯობია იყიდო საუკეთესო მოდელი, ჯობია იყიდო ყველაზე კარგი აპარატურა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად გამართლებულია მის შეძენა და მოსახლეობასაც და ექიმებსაც ჭირდებათ ყველაზე ბოლო მოდელის აპარატურები და ჩვენს კლინიკაშიც ესე მოხდა ზუსტად. და შედეგი არის ის, რომ არის ძალიან ბევრი პაციენტები, რომლებიც არიან ძალიან კმაყოფილები და თვითონ ექიმების კმაყოფილები არიან, ვინაიდან საუკეთესო პირობები აქვთ შექმნილი მუშაობისათვის. ამ კლინიკის წარმატებულმა საქმიანობამ განაპირობა, რომ ჩვენ კიდევ გავხსენით სხვა კლინიკები და მერცხალობით ისინი საკმაოდ წარმატებულად მუშაობენ. და ძალიან გვიხარია, რომ ბევრი კმაყოფილი პაციენტი ყავს. მე რო 1994 წელს იმდენი ფული მქონოდა, რაც 2007 წელს ფარმაცევტულ ბიზნესს ალბათ საერთოდ არ დავიწყებდი პირდაპირ კლინიკებს გავხსნილი, მაგრამ დღეს მე ძალიან ვამაყობ ჩვენი ფარმაცევტული საქმიანობით და ასევე ძალიან მიხარია, რომ გვაქვს კლინიკები.
ადგილი, რომელიც ყოველდღე ასობით ადამიანს ემსახურება და მათ ხელმისაწვდომ ფასად მაღალი ხარისხის სერვისებს თავაზობს. 5 წლის წინ შეიქმნა. ავერსის კლინიკათა ქსელი სამედიცინო დაწესებულებებს მთელი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს. დღეს ავერსის კლინიკა მოიცავს 8 ფილიალს. გარდა ამისა, გვაქვს ლაბორატორიის ფილიალები, სადაც არის სისხლის სასაღები კაბინეტები და ლაბორატორიები. 4 ესეთი ფილიალი, ანუ ჯამში 12 ფილიალს მოიცავს ავერსის კლინიკა. როდესაც კლინიკის შექმნა გადავწყვიტეთ და დავჯექით, ბევრი საკითხი იქნა განხილული. რა თქმა უნდა და ერთ-ერთი იყო ის სტრატეგიულად რა გეგმას ავირჩევდით და როგორ უნდა ყოფილიყო ჩვენი კლინიკა. ანუ გაკეთდა აქცენტი ერთდროულად თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მაღალკვალიფიციურ კადრებზე, რომელთაც კვალიფიკაციის დახვეწა ყოველდღიური საქმეა და ექიმი არ შეიძლება განვიხილოთ ისე რომ ან ეს იცის, ისწავლა და დაამთავრა ამითი. ექიმი მუდმივად იმაღლებს და აუმჯობესებს თავის ცოდნას. ეს მუდმივი სამუშაო რეჟიმი აქ არის, აქ ვერ გაჩერდები. როგორც კი გაჩერდები, ვერავითარ შემთხვევაში აღარ გაუძლებ კონკურენციას. მუდმივად უნდა განაახლო აპარატურა, მუდმივად უნდა შეიძინო ახალი და მუდმივად უნდა მუშაობდეს ექიმები იმისათვის, რომ აემაღლონ თავიანთი ცოდნა. სათუხო კომპანია ალფა გისმენთ. დიახ. პირადი ნომერი მითხრა. 24 საათის განმავლობაში ამ ოთახებში ზარების ხმა არ წყდება. მოსახლეობის დაზღვევასა და სამედიცინო მომსახურების პირობებზე კომპანია ალფაში უამრავი ადამიანის კითხვებს პასუხობენ. 100%-ით ქართულ კაპიტალზე დაფუძნებული ბიზნესი და მოქნილი სადაზღვეო პაკეტი. საქართველოს მოსახლეობაზე სადაზღვეო კომპანია ალფა 2009 წლიდან ზრუნავს და ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად სამოგზაურო, სიცოცხლის და სხვა სადაზღვეო პროდუქტების არჩევანსაც სთავაზობს. ალფაც ავერსის ფრთის ქვეშ გაერთიანებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. თვითონ დაზღვევაზე ბიზნესი რო დაიწყო 94-95 წლებში, მაშინაც გავიგე რომ საზღვარგარეთ არის მოსახლეობა დაზღვეული და ძალიან მომეწონა მაშინაც და ეხლა ძალიან მომწონს ის პრინციპი რომ ადამიანი რო ავად ხდება, ერთნაირად ცუდად ხდება ადამიანის და სადაზღვეო კომპანიაც. ანუ ორივეს ინტერესი ემთხვევა. ანუ ორივეს უნდა რომ ჯანმრთელი იყოს, ორივეს უნდა რომ ავად არ გახდეს, ორივეს უნდა რომ რაც შეიძლება მალე მორჩეს, ორივეს უნდა რომ რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით მორჩეს და ეს ძალიან კარგი მომენტია და მორალურად ძალიან სასიამოვნოა, რომ შენი ინტერესი აბსოლუტურად ემთხვევა შენი მომხმარებლის ინტერესებს. სვის ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად ავერსელები საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ჯანსაღი ცხოვრება, შეჯიბრებები, ტურნირები და ძალიან ხშირად საპატიო ადგილებიც. ერთმუშტად შეკრული გუნდი და საინტერესო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლის წასახალისებლად ყოველდღე ზრუნავენ. ავერსელების სახალისებაზე კი უკვე მათი ხელმძღვანელობა ფიქრობს.
10 წელია მუშაობ ავერსის კომპანიაში. ნამდვილად ჩემთვის ავერსი არა მარტო სამუშაო ატმოსფერო, არამედ მეორე ოჯახია. ფაქტიურად როგორც პროფესიონალი გავიზარდე აქ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩემი სიყვარული, ანუ ჩემი მეორე ნახევარი ამ კომპანიაში მიპოვე და ძალიან ბედნიერი ვარ. ავერსის ხელმძღვანელობის მხრიდან ეს ფაქტი, რომ ავერსის თანამშრომლები წყვილდებიან, ძალიან დაფასებულია და ძალიან მიესალმებიან ამ ფაქტს. ყავს ერთი შვილი, მარიამი და ფაქტიურად ავერსული ოჯახის შვილი. თანამშრომელს ყველანაირი პირობა გააკეთოს ყველაფერი კარგი საკუთარი თავისთვის, რაც ავტომატურად კარგია მომხმარებლისთვის, ავტომატურად კარგია ფირმისთვის და კარგია ქვეყნისთვის. გვაქვს ძალიან ბევრნაირი мотиваცია, ანუ არის ფიქსირებული ხელფასი, ასევე ყოველთვიური პრემია, ყოველკვარტალური პრემია, ყოველწლიური პრემია. ყველაზე მეტად უხარიათ თანამშრომლებს, როდესაც წლის შედეგებით ჯილდოვდებიან საზღვარგარეთ მოგზაურობით. ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი წახალისება თანამშრომლებისთვის დაქორწინების შემთხვევაში და შვილის შეძენის შემთხვევაში. თუ თანამშრომელი ქორწინდება, პრემიას იღებს არა მარტო თვითონ თანამშრომელი, არამედ მთელი განყოფილება, მთელი აფთიაქი. ამიტომ ძალიან მოიმატა ჩვენთან ქორწილებმა. სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიამ საკუთარ თავზე თავიდანვე აიღო. მის სახელს უამრავი საქველმოქმედო პროექტი და უამრავი მადლიერი ადამიანი უკავშირდება. ავერსი დაარსების დღიდან უამრავი ჯილდოსა და სერტიფიკატის მფლობელია. მათი დიდი ნაწილი როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას ერგო. ბავშვის ხმა ამ სახლს ყოველდღე აფხიზლებს. ვასაძეების ოჯახში ყველაზე უფროსი 11 წლის, პატარა კი 3 თვისაა. ძალიან დიდი სიხარულია, როცა სახლში ამდენი ბავშვის ხმა ისმის. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. არასდროს არ ვფიქრობდი ამდენი შვილის ყოლას, მაგრამ ღვთის შიშმა და სიყვარულმა შემაძლებინა ეს. მადლობა უხოს, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დაგვეხმარონ და შეუწყონ ხელი ერის გამრავლებას. ავერსი ძალიან ბევრ ხალხს ეხმარება, მათ შორის ჩვენ სასიხარულოა, რომ მრავალშვილიანი ოჯახების წახალისების მიზნით აქ ძალიან ბევრს ფიქრობენ. პირველი მასშტაბური საქველმოქმედო პროექტი, რომლითაც ავერსის საქართველოს მოსახლეობამ კიდევ უფრო კარგად გაიცნო, მრავალშვილიან ოჯახებს უკავშირდება. ყოველი მეხუთე და მომდევნო შვილის შეძენის შემდეგ კომპანია ასეთი ადამიანების გვერდითაა. ავერსის საქველმოქმედო პროექტების ნუსხაში მრავალშვილიან ოჯახებთან ერთად საპატრიარქო და ოლიმპიური ოჯახიც მოხვდა. ყოველთვიურად უფასო მედიკამენტებით და სამედიცინო მომსახურებით. საქველმოქმედო აქციების დაუსრულებელი სია თანდათან ივსება. ინდოეთში ჩემმა ნაცნობმა პარტნიორმა მითხრა, რომ ინდოეთში მოსახლეობა ზუსტად ვერ ვითვლითო. ამიტომ დათვლა ხდება წლის განმავლობაში გაყიდული მარილის მიხედვით და ალბათობა არის პლუს მინუს 200 მილიონი.
და ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ ჩვენ სულ რაღაც 4 მილიონი ვართ, რომ ძალიან მძაფრად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ საქართველოსთვის თუ რამე აუცილებელი პირველ რიგში ის რომ არ მივიდეთ თქვათ გადაშენების პირზე და აი საზღვარგარეთ ყოფნის დროს გამიჩნდა იდეა, ასე ვთქვათ, იმ პერიოდში თან 5 შვილი მყავდა და ამიტომ გადავწყვიტე და ესეთი პროექტია, რომ ყოველ ოჯახს, რომელსაც შეეძინება მეხუთე და მომდევნო შვილი, უწევთ ფინანსურ დახმარებას. მას შემდეგ, რაც პაატა კურტანიძემ პირველი სოციალური პროექტი მრავალშვილიან ოჯახებზე ზრუნვა წამოიწყო, დიდი დრო გავიდა. მისი ოჯახიც კიდევ უფრო გაიზარდა და ბიზნესმენის მთავარ სიმდიდრეს ახლა 6 შვილი წარმოადგენს. მისი თავისუფალი დრო მთლიანად მათ ეკუთვნით. პირველი შვილი რო გაჩნდა, მარიამი 3-4 თვის იყო, რო შევამჩნიე, რომ თვალებში აზრი გაუჩნდა და მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე უფრო საოცარი რამ რაც შეიძლება შევქმნა ჩემგან გამომდინარე, ჩემი მსგავსი, ეს არის ჩემი შვილები და არა ვთქვათ ფირმა ან სახლი ან მანქანა ან რამე. და აქედან გამომდინარე, ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ მყავს 6 შვილი, 3 ბიჭი, 3 გოგო. დღეს პაატა კურტანიძის გამოცდილება და წარმატება მთლიანად ავერს უკავშირდება და ახალი იდეებიც ამ კომპანიის ირგვლივ ერთიანდება. არასდროს ამბობს რა იქნება მომავალში, თუმცა ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და გაწერილი აქვს. 24 საათიანი შრომა და მუდმივი ფიქრის სიახლეზე ისევ გრძელდება. ბიზნესი რო დავიწყე, სადღაც 1 წელიწადში ჩავიწერე ჩემ დღიურში და დღესაც ყოველ წელს ვწერ ხოლმე ახალ დღიურში. სიტყვები, რომ თუ ადამიანი იწყებს თავის საქმიანობას იმ მიზნით, რომ გამდიდრდეს, მას ძალიან ცოტა შანსი აქვს ამისთვის. ხოლო თუ ადამიანი იწყებს თავის საქმიანობას იმ მიზნით, რომ ემსახუროს ხალხს და შექმნას საუკეთესო პროდუქცია, ამ შემთხვევაში ფული თვითონ იპოვის მისკენ მიმავალ გზას. ჩემ შემთხვევაში ეგრე მოხდა, ვიყავი ოპერაციაზე, როგორც ასისტენტი, როგორც სტუდენტი და იყო დეფიციტი წამლების, ბინტის, მარლის და ვიფიქრე, რომ საიდანღაც ჩაუმეტანა, საიდანღაც ეს დეფიციტი შემევსო და ამას მოყვა შედეგი, ასე ვთქვა და დღემდე ასეა. ჩემს ცხოვრებაში ისე ხდება, რომ დაახლოებით ყოველ 5 წელიწადში რაღაც ახალს ვაკეთებ და იმედია, რომ რაღაც ახალს გავაკეთებ, სხვანაირად ალბათ მოსაწყენი იქნებოდა ბიზნესიც და საქმიანობაც.